Ყველასი ლამშვიდობის მოგესალმებით. დღეს არის 1 მაისი, ძვირფასება, როგორ ხართ? ქარია ჩვენსკენ ათენში და არ შეიმჩნიოთ. მიკროფონი საყიდელი მაქვს და ეხლა კვირას თუ მოვახერხებ და ვისვენებ კვირას და თუ მოვახერხე ვიყიდი აუცილებლად შევიძენ. ასევე შტატივით საყიდელი მაქვს და ყველას გისურვებთ ბედნიერ დღეს. კარგ თვეს გისურვებთ ყველას. ყველას უდიდესი მადლობა გამოწერებისთვის, კომენტარებისთვის, რჩევებისთვის. ძალიან თბილები და კარგები ხართ. ბევრ პოზიტივს გიგზავნით. ძალიან კარგები ხართ. მახარებთ, მიხარი ხართ. და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დავთვალოთ კარტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი, ყაბაყი, ხახვი, თეთრი ხახვი, მწვანე არა. ეს ყველაფერი ავიღოთ დაახლოებით მე ავიღე 4-4 ცალი, 5-5, იმიტომ რომ მე და ბებო ვართ ოჯახში და ბევრს არ ვაკეთებ. ვაკეთებ მხოლოდ ორისთვის. თქვენ თუ ბევრი ხართ, შეგიძლიათ თვალისწინოთ გაითვალისწინოთ და გააკეთოთ ბევრი, იმდენი, რამდენი თქვენ გინდათ. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, უნდა დავჭრათ და უნდა შევწვათ დუხოვკაში. ყველაფერს გაგიზიარებთ და გააკეთეთ თქვენც და ვინც გააკეთებთ, გემრიელად მიირთვით. დავჭრათ ესეთ წვრილად. ნახეთ, წვრილად დავჭრათ, თხლად უბრალოდ, რომ კარგად შეიწვას დუხოვკაში. ჩავყაროთ პირველ რიგში დაჭრილი კარტოფილი, ყაბაყი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, რომ ესეც კარგად შეიწვას. ნახეთ, აი ესე თხლად. ყაბაყი ცოტა მეტი დაჭერით. მე აქ პატარები მაქვს და თუ დიდი გაქვთ, მაშინ 3 ცალი აყოფა დაახლოებით დიდებს. და თუ პატარები გაქვთ ესეთ შემსავით, მაშინ ცოტა ბევრი აიგეთ. ყაბაყიც დავჭერით, ასე წვრილად. დავაყაროთ კარტოფილს. ორი ცალი ბადრიჯანი. ესე. ახლა შუაში ჩავჭერი. და ესეც წვრილად დავჭერთ. უმჯობესია, რომ ესეთი ბადრიჯანი იყოს და არა ყავისფერი, მუქი. ესეთი უფრო კარგია. ესეც დავაყაროთ ჩვენ კარტოფილს და ყაბაყს, დავამატოთ. ავიღოთ 2 ხახვი, 2 ცალი.
ქართულს და დავჭრათ შუაზე მხოლოდ და ესე სწორად კუბიკებად დავჭრათ აი ეს შეჭრის დროს ეს ყველაფერი კარგად შეიწვება თუ ესე დავჭრით ორი ხალხი საკმარისია ესეც მოვაყაროთ და დაგვრჩება მხოლოდ პომიდორი ჩასაჭრით მე მოვასხავ ზეითუნის ზეთს მოვაყრი მარილს გემოვნებით და ორეგანოს და შევდგავ სადღაც 180 გრადუსზე დუხოვკაში დაახლოებით 1 საათი 20 წუთი მოუნდება რომ შეიწვას დავამატე ხახვიც მოვასხავ ზეითუნის ზეთს პომიდორი დამჭა და პომიდორს ზემოდან მოვაყრი პროსტურად მოვაჭრი ბოდიშით ორეგანო გონი ქართულად ესე ქვია ეს ძალიან უხდება მარილი რა თქმა უნდა გემოვნებით და პილპილი ეს ყველაფერი აურიოთ ერთმანეთში ხელით როგორც შევძლებ ისე აურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში ეხლა პომიდორი დამჭა მხოლოდ ერთ სამცალ პომიდორს დავჭრი და მოვაყრი და ეგ არის შევსვამ დუხოვკაში შესაჭრელად დავჭრათ პომიდორი ესე ესეც ნაჭრებად ხო ამ პომიდორის გარდა ვამატებ სადღაც 1 სუფრის კოვს ტომატ პასტასაც უფრო გემრიელია ბოდიშით ხმაურზე მეგობრებო ეხლა ჩავრთე უკვე დუხოვკა რომ გაცხელდეს და შევსვა არ არის რთული საჭმელი არის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულობით სავსე გააკეთეთ თქვენც და დამიწერეთ მე ვინც გააკეთებ დამიწერეთ კომენტარებში მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ აი ეს დავჭერი დაჭრილი პომიდორიც მოვაყაროთ ზემოდან ესე მოურიოთ ესეც ესე მოვაყარე პომიდორიც კიდევ დავუმატე ცოტა ორეგანო მოვაყარე ზეითუნის ზეთი მოვასხიოდნავ და აი ამდენი წყალი უნდა ნახეთ აი დაახლოებით ამდენი მოვასხათ უფრო სწორედ ცოტა წყალი რომ ცოტა ესეთი წვნიანი იყოს და შევდგათ გაცხელებულ ღუმელში დავამატოთ ცოტა ქინძი ჩავაყაროთ ქინძიც
ჩვენი საჭმელი იწვება. ეს ყველი ჩამიფშვრა. ესეთია მოკლედ საბოლოო შედეგი. აქვს წვენიც, ძალიან გემრიელია. ვიყიდე პური 6 ცალკოს ცხინდება მხოლოდ. მეტი არ მინდოდა, ცოტა მაქვს. და ფეტა ყველი.